კიდე მოპასანი, პოლკოვნიკის აზრები. უნდა გამოუტყდე, თქვა პოლკოვნიკმა ლაპორტმა, თუმცა მოხუცი ვარ, ნიკრისის ქარი მაწუხებს და ფეხები ბარიერის სვეტივით მაქვს გაშეშებული. მაგრამ თუ ქალი, ცხადია ლამაზი ქალი მიბრძანებს, ნემსის ყუნჩში გაძვერიო, ვფიქრობ შიგი ისე გავხტები, როგორც ჯამბაზი რგოლში. ისე მოვკვდე, ეს ძვალ რბილში მაქვს გამჯდარი. მე ქალების მუდმივი მიჯნური ვარ, ძველი სკოლისა. ქალის დანახვა ლამაზი ქალისა, ფეხის თითებამდე ამათ რთოლებს ხოლმე. ასეა. ბატონებო, ჩვენ ფრანგები ყველანი ცოტათ თუ ბევრად ერთმანეთს გვავართ. რაც უნდა მოხდეს, ჩვენ მაინც რაინდები ვართ. სიყვარულის და აზარტის რაინდები. თუმცა ღმერთი, რომლის ქეშიკები ჩვენ ჭეშმარიტად ვიყავით, გააუქმეს. თქვენ იცით, ქალს ჩვენი გულიდან ვერავინ ამოაგდებს. ის იქაა და იქვე რჩება. გვიყვარს და გვეყვარება. ქალისათვის ყოველგვარ სიგიჟეს ჩავიდენთ, სანამ საფრანგეთი ევროპის რუკაზე იქნება. ხოლო თუ საფრანგეთს გააქრობენ, ჩვენ მაშინაც კი ფრანგებად დავრჩებით. ქალის წინაშე, ლამაზი ქალის წინაშე, თავს ყოვლის შემძლედ ვგრძნობ. დაალახროს ღმერთმა, როდესაც ჩემს არსებაში ქალის შემოხედვა იჭრება, წყეული შემოხედვა და ძარღვებს ცეცხლად ედება. სურვილი მიპყრობს. არ ვიცი რა სურვილი, ვიბრძოლო, ვიომო, ავეჯი დავლეწო, დავანახო, რომ ყველაზე ძლიერი, პატიოსანი, გულადი და ერთგული ვარ. მაგრამ მარტო მე არა ვარ ასეთი. მთელი ფრანგის ჯარი მე მგავს. ჩვენ უბრალო ქვეითი ჯარისკაცი თუ გენერალი, ყველას წინ ვუსწრებთ. არასოდეს ჩამორჩებით. თუ საქმე ქალს, ცხადია ლამაზ ქალს ეხება. გაიხსენეთ ოდესღაც ჟანა დარკმა რა გმირობა ჩაგვადენინა. მერწმუნეთ სანაძლეოს ვდებ, სედანის წინა დღეს, როდესაც მარშალი მაკმაჰონი დაიჭრა, ჯარის მთავარსარდლობა რომ ქალს, ლამაზ ქალს ეკისრა. ჩვენ პრუსიელთა ხაზებს გადავთელავდით და არაყს მათ ზარბაზნებთან გადავკრავდით. პარიზისათვის ტროში უკი არ იყო საჭირო, არამედ წმინდა ჟენევიევა. მაგონდება ომის ერთი ეპიზოდი, სწორედ იმის დამამტკიცებელი, რომ როცა ქალი გვიცქერის, ყოვლის შემძლენი ვართ. მაშინ კაპიტანი ვიყავი, უბრალო კაპიტანი და ვმეთაურობდი მზვერავთა ნაწილს, რომელიც პრუსიელების მიერ დაკავებულ მიდამოებში მოქცეული, სიფრთხილით იხევდა უკან. მტერი არ გვასვენებდა. ჩვენ ალყაშემორტყმული, დაქანცული, გაოგნებული ვიყავით. სისუსტისა და შიმშილისაგან სული გვხვდებოდა. გათენებამდე, ბარსიურ ტენამდე უნდა მიგვეღწია, თორემ ცეცხლს წაგვიკიდებდნენ, ამოგვხოცავდნენ, ამოგვჟლეტდნენ. აქამდე როგორ გადავრჩით? არაფერი ვიცი. ღამის განმავლობაში მშივრებს 12 ლიე უნდა გაგვევლო, 12 ლიე თოვლში და თოვლის ქვეშ. გათავდა. ვერასოდეს ჩემი საბრალო ბიჭები სამშვიდობოს ვერ გავლენ. ვფიქრობდი მე. ერთი დღეა პირში ლუკმა არ ჩაუდვიათ. კარავში ვიყავით დაშლილი, რომ არ გავყინულიყავით. ერთმანეთს ვეკვროდით. არც ლაპარაკი, არც მოძრაობა, აღარ შეგვეძლო. ჩაძინებისთანავე გვეღვიძებოდა, როგორც ეს მოქანცულ ადამიანს მოსდის ხოლმე. 5 საათზე უკვე დაღამდა. თოვლის გამო ნათელი ღამე იყო. ჩემს ჯარისკაცებს ვანჯღრებდი. ბევრს წასვლა აღარ უნდოდა, არც მოძრაობა, არც ფეხზე დგომა აღარ შეეძლო. დაღლისაგან, სიცივისაგან გახევებული იყვნენ. ჩვენს წინ ველი, სულ მოტიტვლებული ველი გაშლილიყო. განუწყვეტლივ თოვდა, ბარდნიდა. ფარდასავით ეშვებოდა. გაშეშებულ, მძიმე ნაბდად ეხურებოდა მიწას. იტყოდით ქვეყნის აღსასრული დადგაო. გზას გავუდგეთ ყმაწვილებო. ჯარისკაცები შესცქეროდნენ თეთრ მტვერს, მაღლიდან რომ ცვიოდა. თითქოს ფიქრობდნენ ჩვენს დასახოცად თოვლი აქაც კმარაო. მაშინ რევოლვერი გავისროლე. ვინც სიმხდალეს გამოიჩენს, აქვე დავაწვენ. ძალა გამოლეულები სულ ნელა, ლასლასით წავიდნენ. წინ 300 მეტრის მანძილზე 4 ჯარისკაცი გავგზავნე დასაზვერავად. სხვები უკან მივყევით. არეულ-დარეულად, გროვად. დაღლილობის გამო ფეხს ძლივს მივათრევდით. ბრძანება გავეცი, ჩამორჩენილი ჯარისკაცები ზურგში ხიშტის ჩხვლეტით აეჩქარებინათ. თოვლს თითქოს ჩვენი ცოცხლად დამარხვა განუზრახავსო. ქუდებს, ფარაჯებს ათოვდა. ზედე ყინებოდა და აჩრდილებად, თითქოს დახოცილ ჯარისკაცთა მოჩვენებებად გვაქცევდა. აქ სასწაული თუ გადაგვარჩენს, ვამბობდი გულში. ზოგჯერ რამდენიმე წუთით შევჩერდებოდით, რადგან ბევრი ჯარისკაცი რჩებოდა უკან. მაშინ მხოლოდ თოვლის ყრუხრაშახრუში და ფანტელების შრიალი ისმოდა. რამდენიმე ჯარისკაცი მილასლასებდა. სხვები გაშეშებულიყვნენ. კვლავ ბრძანებას ვაძლევდი. ადგილიდან დაძრულიყვნენ.
ჯარისკაცები თოფებს მხარზე გაიგდებდნენ და უღონო ნაბიჯით გზას განაგრძობდნენ.